წარმოიდგინეთ, რომ თქვენთვის სეირნობთ ტყეში და აწყდებით ამოუხსნელ ადგილს, რაც აქამდე არავის უნახავს. შეიძლება ამ დროს ტანში შიშის და ახტაცების გამო ჟრუანტელმა დაგიაროთ. მსოფლიოში უამრავი ადგილია დღეს, რომელიც ელოდება თავის აღმომჩენს. ზოგიერთი ასეთი ადგილი დამალული და შენიღბულია. ზოგიერთით სახელმწიფო საიდუმლოება ან მკაცრად არის დაცული. თუ კი საიდუმლო ადგილები და არქეოლოგიური აღმოჩენები გიზიდავს, ესე იგი ეს ვიდეო შენთვისაა. მაშასე, დავიწყოთ. წარმოიდგინეთ დილის ნისლში გახვეული ბალის მთიანეთი. გზად უჩვეულო სიჩუმეა, მოულოდნელად სქელი ბეტონის სილუეტი ჩნდება. ეს არის მიტოვებული სასტუმრო ბედუგულში, ბალის ყველაზე იდუმალი და საშიში ადგილი. ადგილი, სადაც მშენებლობა დაიწყო, მაგრამ არასდროს დასრულებულა და ხალხი ამბობს, რომ ეს წყევლამ გამოიწვია. 1990-იან წლებში ბალის ერთ-ერთ ულამაზეს წერტილში დაიწყო გრანდიოზული მშენებლობა. ამბობენ, რომ ამ პროექტს წარუძღოდა თავად ტომი სუჰარტო, ინდონეზიის მაშინდელი პრეზიდენტის ვაჟი. მიზანი იყო ფუფუნების სასტუმროს შექმნა მდიდრებისთვის, რომელსაც ბალის ჯადოსნური ბუნება და სიჩუმე იზიდავდა. მაგრამ მშენებლობა მოულოდნელად შეჩერდა. ერთ ღამეში ყველაფერი გაჩერდა, მუშები წავიდნენ, ტექნიკაც ადგილზე დარჩა და ბუნებამ ნელ-ნელა დაიწყო თავისი დაკარგული ტერიტორიის უკან დაბრუნება. მშენებლობისას ბევრი ადგილობრივი იძულებით გადაასახლეს. ამბობენ, რომ სასტუმრო აშენდა წმინდა მიწაზე, სადაც ადრე ტაძარი იდგა. ზოგი მუშა მოულოდნელად დაიღუპა. ერთი ჩამოვარდა მეორე სართულიდან, მეორე დენის დარტყმა მიმსხვერპლა, ერთი კი უბრალოდ გაქრა. მისი კვალი ვერ იპოვეს. ადგილობრივებმა ეს წყევლას დააბრალეს. თქვეს, რომ გაბრაზებული სულები შურის საძიებლად მოვიდნენ. არ არსებობს ოფიციალური მიზეზები, არ არსებობს განცხადება, არ არსებობს პასუხები, მხოლოდ ერთი რამ: სასტუმრო, რომელიც არ დამთავრდა. თითქოს ვიღაცამ აკრძალა მისი დასრულება. ის უბრალოდ დარჩა, როგორც პალინის ტყის განუყოფელი ნაწილი. ეს არის ყოფილი ავტოპარკი ნომერი 7 კიევში, რომელიც ცნობილია როგორც ტრანსპორტის ცირკი. იგი მდებარეობს ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში და თავისი არქიტექტურით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა, რაც საბჭოთა მოდერნიზმს უკავშირდება. შენობა აგებულია წრიული ფორმით, გუმბათოვანი სახურავით, რომლის დიამეტრის დაახლოებით 160 მეტრია. ცენტრში აღმართულია 18 მეტრიანი კოშკი, საიდანაც სპილენძის მსგავსი ფოლადის სადენები ეშვება და მხარს უჭერენ გუმბათის მძიმე ბეტონის ფილებს. შენობა აშენდა 1960-იან წლებში და ფუნქციონირება დაიწყო 1973 წელს. ის ერთდროულად 400 ავტობუსს ემსახურებოდა და მუშაობდა როგორც სრულფასოვანი სატრანსპორტო ცენტრი ავტოსერვისით, რემონტის ხაზებითა და საოფისე ნაწილებითაც კი. აქ დღეში ათასობით ადამიანი მოძრაობდა, ხოლო 1986 წელს ჩერნობილის ავარიის შემდეგ ავტოპარკიდან გამოყენებული იქნა ათეულობით ავტობუსი პრიპიატიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ავტოპარკი თანდათან გაუქმდა და 2005 წლისთვის შეწყდა მისი გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს წამოიწყეს ინიციატივა ავტოპარკის ტრანსპორტის მუზეუმად გადაქცევის შესახებ და ათასობით ხელმოწერად შეგროვდა, პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა. შენობა კი დღემდე დგას, მიტოვებული, მაგრამ არქიტექტურულად შთამბეჭდავი, როგორც ქალაქის დავიწყებული მემკვიდრეობა, რომელიც ელოდება ახალ სიცოცხლეს. ეს არის კელენფოლდის ელექტროსადგური, ბუდაპეშტში მდებარე ისტორიული და არქიტექტურულად გამორჩეული ობიექტი, რომელიც აშენდა 1912-14 წლებში და იქცა უნგრეთის ინდუსტრიალიზაციის სიმბოლოდ. ის იყო პირველი ელექტროსადგური ქვეყანაში, რომელიც მაღალი ძაბვის გადაცემით ბუდაპეშტს სტაბილურ ენერგიას აწვდიდა და თავის დროზე ყველაზე მოწინავე ენერგოობიექტად ითვლებოდა. ყველაზე თვალშისაცემი ნაწილი მისი არტ-დეკო სტილში აგებული კონტროლის ოთახია, რომელსაც შუშისგან დამზადებული გუმბათოვანი ჭერი აქვს და მრგვალი დიზაინით ცენტრალურ სიმეტრიაშია შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ სადგურმა ფუნქციონირება ოფიციალურად 2005 წელს შეწყვიტა, მისი ნაწილი ისევ გამოიყენება, ხოლო კონტროლის ოთახი, რომელიც თითქმის ხელუხლებლად დარჩა, გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი მოყვარულთათვის და ფოტოგრაფებისთვის. შენობა ასევე ფიგურირებს არაერთ ცნობილ ფილმში. კელენფოლდი დღეს წარმოადგენს როგორც ტექნოლოგიური პროგრესის სიმბოლოს, ასევე მიტოვებული სილამაზის უსიტყვო მუზეუმს. პრორა, გერმანიის ყველაზე ცნობილი მიტოვებული ნაგებობა ქალაქი. ეს გიგანტური კომპლექსი მდებარეობს ბალტიის ზღვის სანაპიროზე, გერმანიის ყველაზე დიდ კუნძულზე, რუგენზე. მას ხშირად ნაცისტური ტურიზმის ქალაქსაც უწოდებენ. შენობა იმდენად გრძელია, რომ ჰორიზონტზე იკარგება. პრორა აშენდა 1936-39 წლებში ნაცისტური გერმანიის მიერ წამოწყებული პროგრამის ძალა სიხარულით ფარგლებში. ამ პროგრამის მიზანი იყო მუშათა კლასისთვის დასასვენებელი პირობების უზრუნველყოფა და მათი ერთგულების გაძლიერება ნაცისტური იდეოლოგიისადმი. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მშენებლობა შეწყდა და პრორა არასდროს იქცა.
იმ სრულყოფილ საკულტო ცენტრად, რაც დაგეგმილი ჰქონდა ჰიტლერს. ნაცვლად იმისა, რომ ომის წლებში შენობა სამხედრო მიზნებისთვის გამოეყენებინათ, ტოლთა დროებით ბანაკად სამხედრო სასწავლო ბაზად, შემდეგ კი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში GDR-ის არმიის ბანაკებად აქციეს. ბოლო წლებში დაიწყო პრორას რეკონსტრუქცია, გიგანტური შენობები ნელ-ნელა გადაკეთდა თანამედროვე ბინებად, ჰოსტელებად და მუზეუმებად. თუმცა კომპლექსის ნაწილი კვლავ მიტოვებულია და ინახავს იმ პერიოდის სუნთქვას, ნაცისტური ამბიციების ომის და დახარჯული ოცნებების ჩუმ ისტორიას. ეკატერინბურგის მახლობლად ურალის რეგიონში ერთ-ერთი რკინიგზის სადგურის მიმდებარედ აღმოაჩინეს ასობით მიტოვებული ტანკი. ძირითადად ეს არის T-72 და T-80 ტიპის საბრძოლო მანქანები, რომლებიც სავარაუდოდ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდისა. ტექნიკა სავალ მდგომარეობაში არ არის, ნაწილობრივ დაზიანებულია და ბევრ მათგანზე შეინიშნება ჟანგი და მცენარეების ზრდა. ოფიციალური მონაცემებით ეს არის მიტოვებული სამხედრო ინვენტარი, რომელიც არ ექვემდებარება ამჟამინდელ ექსპლუატაციას. ტერიტორია ღია არ არის, მაგრამ დრონით გადაღებული კადრები ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა. მთლიანობაში კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა, გმადლობთ რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ. გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ სიახლეს. დროებით.